დილა მშვიდობის, გოგოებო, როგორ ხართ? ჩვენ კომადა წავისვათ. ეხლა დავიბანეთ ხმა და იმიტომ აქ ესე ძალიან გაფუებული. საინტერესოა რა წაისმევ და მე რომ წითლდება ძალიან მიყვარს. მომწონს. ეს ძალიან საყვარელი პოვნა. როგორ ხართ თქვენ? შემოსიხარულებო, აქ დამახვედრეს. 1-3 ჭიქა არის არა უშავს. მე გავეცხავ მოიცდის. დავაპაუზე გოგოებო, იმიტომ რომ გამათბობლის ხმა ისეთი არის, ვერაფერს ვეღარ გაიგებს ადამიანი. შემოაყარaks. ეხლა ყავა დავლიოთ. ზემა მომწერა რომ შიმშილის გრძნობით რო იღვიძებო ჟანაო, შაქარი გაისინჯეო და რამდენი ხანია მართლა ანალიზები არ გამიკეთებია. შარშან ისინჯე შარშან. ზამთარში. ხო, და ნორმალი ხო. ესე იგი გოგოებო გუშინ ანგარიშის ნომერი რო აუპინე ჩემ კომენტარებში თეა გამომეხმაურა და ჩამირიცხა თანხა უღრმესი მადლობა თეა ძალიან დიდი მადლობა და იცით რა გამეხარდა რომ ისევ აქ ხარ ეს ძალიან გამეხარდა რომ ისევ ჩვენთან ხარ ჩემ არხზე ხარ ისევ მე რო გადმოვედი თბილისში მაშინაც ძალიან დიდი პატივი მიცათიამ და ეს არ დამავიწყდება არასდროს და რო გამოჩდი ეს გამეხარდა ძალიან და მოგიკითხავ დიდი სიყვარულით და ღმერთმა 1000-ად უკან დაგიბრუნოს და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ხო, ჩემ დონაციას აუცილებლად დავდებ ხოლმე გოგოებო, იმიტომ რომ მოტივაცია მქონდეს, ეხლა ნუ მომწერთ რომ ეს არის რაღაცა მათხოვრობა, არ არის ეს მათხოვრობა, იმიტომ რომ როცა შენ რაღაცას ქმნი და სთავაზობ ადამიანებს, რაღაცნაირად მხარდაჭერა გჭირდება იმდენად დაბალია შემოსავალი ჩვენი საქმიდან, რომ მაშინ საერთოდ თავი უნდა დაანებო, ეგრე გამოდის. ფაქტიურად აი რამდენსაც შრომობ, ადამიანი აქ არ ვიცი როგორ თქვა, ძალიან მცირეა შემოსავალი რა, საერთოდ დაუფასებელი შრომაა და ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ვინც იღებთ რაღაცას აქედან სულიერ ძალას, დავუშვათ ხნევდებით და გსიამოვნებთ ჩემთან ერთად ყოფნა და დილით თუ შუადღით, როცა იქნება დროის გატარება, გთხოვთ რომ დამიდგეთ გვერდში პატარა ესეთი რაღაცა წახმარებით, წაშველებით, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან ამითი მოტივაცია მომეცემა, რომ გავაგრძელო ჩემი საქმე. ხო ეს არ არის კიდე ერთხელ ვამბობ, ვინც ასე ფიქრობს, რა ვიცი, მათ
მათთვის არ არის რა, ჩემი ეს საუბარი, ვინც ასე ფიქრობს, რომ ეს მათხოვრობა, თუმცა მე არც იმათ არ გამსჭი, ვინც მათხოვრობენ, იმიტომ რომ ესეც არ არის ადვილი, ძალიან რთულია, რომ გადადგა ეს ნაბიჯი. მე მაგალითად ძალიან გამჭირდებოდა, ალბათ გავიდე და ვიმათხოვრო, ან თუნდაც არაფერს არ ვქმნიდე და არ ვაკეთებდე და ესე მოვთხოვო ადამიანს რაღაც. ეს სხვა რაღაცა. ეს არის პატივის ცემის ერთ-ერთი ფორმა და მე ასე ვთვლი. და უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ, ვინც მხარში მიდგა ხართ არხის გახსნის დღიდან. უღმესი მადლობა. მიყვარხართ გულში. და თიას კიდევ ერთხელ მთელი გულით უღრმესი მადლობა. ჩემო გოგო. მართლა ძალიან გამიხარდა რომ დაგინახე. და ის გამიხარდა ძალიან რომ ისევ აქ ხარ. აი მთელი გულით გეუბნები. ესე იგი, წონაში კლების გზა არის მთელი ცხოვრება, გოგოებო და ჩვენ თავზე დაკვირვება. ცოტა მოვიმატო, მეთქი არც არაფერი არ მოვიმატე, მე მგონი შეიძლება ძალიან ცოტა არ ვიცი და საბჭონი. და ყავასთან ერთად კბილს ჭამდი ხოლმე დღეში ორჯერ და კი არ მოვიმატე, სახელს დამაყარა. აი ნახეთ, აი აქ. არც არაფერი არ მოვიმატე თან. რისთვისაც ვაკეთებდი ამ ყველაფერს. და თან სახელი ამომაყარა. წავედით ახლა იქით. მოდი ავანთოთ ჩვენი სანთელი აქ რო ვინახავ. ლამაზად. უკუნას ნაჩუქარი ნახეთ როგორ ვფრთხილდები და ვიზოგავთ და ერვანთი. ულამაზესია ხო, აუ ჩაუწიე რა აგია ხელმაშლება ძალიან. თან ისე ისმის ხოლმე. მე დაიცოდე. მოდი ახლა ბეჭიქი. რა უნდა? თუ იცით. ეს უნდა. აი. მათე დედი სულ უნდა ვიძახო, ჩაუწიეთ ხო დედი. ატენის ვლოგის კომენტარები გოგოებო. ისეთი თბილია. ისეთი კარგია რომ რა ვიცი. ატენი არის ულამაზესი. და ატენის სიონი, მართლა. საქართველოში ერთ-ერთი რავი ულამაზესი ადგილია.
მართლაც საქართველოსნაირი ქვეყანა არ არსებობს. უამრავი სიხარული წარმატება თქვენოს ოჯახს ჟანიკო. მაია მომწერა. მადლობა. დიდი მადლობა. რა კარგი ვიდეოა, ხშირად გაიმეორეთ ხოლმე. რა სასიამოვნო ქალბატონია მათეს მამიდაო. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო. კი, ნინო ძალიან ძვირფასი ადამიანია. ლეილა მომწერა, ზოგს ვერ ავკითხულობ, იმიტომ რომ არ აწერიათ სახელები. უსაყვარლესი ოჯახი, მათუნიას მამიდა მშვენიერი და მოწესრიგებული გოგო, მრავალი ბედნიერი დღეებიო. ძალიან დიდი მადლობა. ლეილა. მარიამ გულები გამომიგზავნა. თათია მოგესალმები ჟანა, ძალიან კარგი ვიდეო იყო. თუ არ შეწუხდები, ეს ადგილი სად არის, სადაც მწვადები შეწვითო. ძალიან ლამაზი ადგილია, ხო? ეს ადგილი არის ატენის, მივწერე კიდევაც პასუხი. ჩანს ერთი. არა ჩანს? მივწერე. თუ არა ჩანს. ეს ადგილი არის ატენში, გია როგორ არც ვიცი როგორ ნაუხსნა. პირველივე ჩასასვლელია რა. პირველივე ან მეორე, ხო? სადაც ისვენებენ ხოლმე რა ადამიანები. ატენის სიონს რო გაცდებია. გაცდები, ხო? 1-2-3 კილომეტრში არის რა. მარცხნივარი ჩასასვლელები, საკეიფო ადგილი. გზიდან არის ხო რა ჩასასვლელი? ეგრევე ჩანს ასფალტიანი ჩასასვლელებია და მე უკვე მიწით გრძელდება. პირველივეა? ეგ ადგილი მეორეა. მეორე. სულ სამია რა, მაგ მონაკვეთში. ხო. მე უკვე ზევით. პირველი პირდაპირ მდინარე ჩანს, რო გადაიხედები გზიდან. მეორე ეგ არის, ჩვენსაც ავიყავით. და მესამეს უფრო ღრმად უნდა შეხვიდეთ ტყეში და იქ არის. რო ვერ ჩავედით ტალახი. ხო, რო ვერ ჩავედით. დამუნა მომწერა, როგორი მშრომელი და მოწესრიგებული მური ყავს ჟანა, ეზო როგორი მოწესრიგებული აქვს. და სასიამოვნო მოსაუბრეთ თქვენთან ერთად, მეც ვისიამოვნე, იხარეთო. მადლობა თამო ჩემი სიხარულო. შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს ყველა სალოცავის მადლიო. მისი მადლობა. როგორი ენერგეტიკა ჩვენ სალოცავებში, გოგოებო არ ვიცი რა, აი იქ დავჯექით ცოტა ხანი და ისეთი ის იყო, აი უნდა ვერ ახსნი, უნდა გაჩვენდე, გაირინდო და შეიგრძნო ეგ. უძველესი ეკლესია, მე-7 საუკუნისა ეგ ეკლესია და რამდენი ხალხი ლოცულობს, ხო და ეს იგრძნობა. ძალიან კარგი იყო, აი მამა შეხედა, მამა. უამრავ ლამაზ ეგამწეს, უამრავ ლამაზ ისურვებთ, ფარაფდეთ ატენის დიონის მადლიო. უღრმესი მადლობა. ნინოები, ატენიო, გული, მიყვარს მარია. როგორ გვანან ერთმანეთს ნინო და გიაო, დავაგულოთ, გამომსჩა ეს კომენტარი. კი, გვანა ნინო და გია. სად არის ეს ტაძარი ჟანაო? ტაძარი როგორ უნდა ავუხსნათ, სად არის? გია. რო გასცდები, რას უნდა გასცდი, აბა? ატენის სულ უნდა დამთავრდეს, სიონით ამთავრდება. ხო. და მე რეიწება. სოფელს რო გაივლი. მე რა იწება? ატენის შემდეგ? ხო. მე რაღაც მონაკვეთი არის და ბოგნები. მე რეიწება. ეგეც ატენის ის იყო, ხო? ეხლა ჩვენ სადაც ვიყავით. ატენს ეკუთვნის ეგ ადგილი. უფრო არა. არა? მანდედან გადასახვევია დანახვის ის მთაზე და ნუ რაღაც მონაკვეთია რაც ეკუთვნის არ ვიცი ატენის
ხეობაა, მაგრამ ბობნებს ეკუთვნის პლატენს არის. ირმა მომწერა როგორ მიყვარს ასეთი ოჯახური თბილი გასვლები, ბედნიერები, გამყოფოთ ღმერთმა უბნეს, მადლობა ირმა შემოსიხდილი. და ერთი კომენტარიც არის მზია, გია ჟანა გაიხარეთ ძალიან, ისი ამოვნე ჩვენი ქართული ყველაფერი მისჩემიაო. როგორი კომენტარები იყო გია თუ მომისმინეთ გილი ძალიან თბილი და ძალიან კარგი. აი გააჩერე ბუსი მათე. ბუსის თამაში სახში არ შეიძლება. რამდენჯერ გითხარი მათე? ჯერ ვერ გავართ. და ჯერ ვერ გავართ. ერთი წუთი. ხელი მეშლება. მიაუ მიაუ. ძალიან საჭიროა მართლა ესეთი გასვლები. მთელი კვირა ყოფნის. ეგ ენერგია. რასაც იღებ თან მართლა ყველგან არის ჩვენი სალოცავები ქართული და ეგ ენერგეტიკა რასაც იღებ ძალიან დიდხანს ყოფნის. და აუცილებელია. და რა ხდება შენ? აიღო. UFC. მოგდევს შენს ეგ ენერგია. თუ გადაიარა. კიდე მინდა. მეც მინდა. გავიდეთ. ატენი ჩვენგან შორიეია. ძალიან. 250 კილომეტრი გავიარეთ. ხო ვიყავით უკვე. წასვლა წამოში. ეხლა ახლო მახლო. დღესაც თქვი წავიდეთო მუხად გვერდი? ხო ახლოა. კი. ნახევარი საათი უნდა მეგონა. და ესე თუ გავართ რა. ერთი დღით ხოლმე. გოგოებო. ყრისა და რეგუშის ერთავთან. ხო, ცხეთაშიც ძალიან მინდა, გულით მინდა. რომ გადმოვედით თბილისში, მაშინ ვიყავით. ხო, 3 წლის წინ, ხო. ვერ იმაში. ცოტი ცხოვრი. ხო, იმის მერე აღარ ყოფილვართ. მე მილიონჯერ ვარ. შვედი ცხოვეშიც მივიდეთ ეხლაც რა. აიევათ. და მივიდეთ აბა. ცოტი ცხოვრები და ცოტა ზევით გაბრიელ სალოსიცა.
მათე ნოაწიულებ. კიდე იყო ის კოჯრის დღე. საბადურის დღე. ახლო ხო? ყველაფერი კარგად იქნება, გავალთ. მარტყოფი მაინტერესებს ღვთაების ტაძარი როა. ხო, ძალიან ბევრი ადგილებია რა, ძალიან ბევრი. საქართველოს შემოვიაროთ ჯერ. ერთი დღე ბორჯომში წავიდეთ. ბორჯომის პარკი ისე მიყვარს, მაგრამ კოხოები არ ხომ წავიდე. იქ რო ახვიდე სადმე ხო გინდა რომ პიკნიკი გააკეთო ამ ხელა გზა არის ახლა ხოლმე ჩამოსაჭმელი და იქ რო ადიხარ ტყეში არის ძალიან ბევრი კოღო. ხო ვიყავით ერთ სამჯერ ვარ ნამყოფი მე. ლაკოზე მაღლა. ხო. კოღო სავსეა. ტყეში ყველგან არის კოღოჟანა, სად არის აბა? არის ყვატენში. წიოდა და მაგ. აჰა. ძალიან კარგი ამინდი იყო. წიოდა ხო და კოღოს ნასახიც არისო. სიცივით ახლა არა წიოდა, მე სარუჩკაში ვიყავ ერთად. ნუ კოღო არისო, ახლა გიკმინა შენ კოღო. არც ერთი კოღო არისო, მაგი. მაინც გრილი. დაბლაც არის კოღო. ვიწეს მეცხრეზე ვერ ამოდიან. სუსტები არიან. პირველ წელს იყო ხო, მათე რო შეჭამეს. მერთო როგორ შემეშინდა და როგორ მინერვიული, არ ვიცოდით არა იყო. რიტასთან ჩავიყვანე ექიმს ვაჩვენე, ანუ გორში წავიყვანე, იმიტომ რომ მაშინ იქ იყო დაზღვეული და ისე შემეშინდა. ისე დაკბინეს, რომ რიტასთან ჩავიყვანე გორში. ნაკმენებია, ვან კარგი და მერთო იმ წუთში მიხდა. იქით არ განკერესებს ჟანა უნდეში. ბაზალეთი, ყაზბეგი იქით ხარევა. როგორ არ მაინტერესებს ყაზბეგი კი არის ულამაზესი. აქედან არის 100 კილომეტრი. რა როგორ სატენში? ყაზბეგი არის, არ ვიცი, ძალიან ლამაზი. ატენის მანძილი დაახლოებით. საქართველო არის არ ვიცი, ცხინვალისკენაც ხო ძალიან ლამაზია. აი, ყველა ადგილი არის ულამაზი. სადაც გინდა კი არა, ცხინვალის მერე საქართველო. ხო. როკის ტუნელამდე იყო ულამაზი. იშველი მამა. მერე იწყება ის უკვე ის კავკასიონის ქედის ეს მონაკვეთები რა, ნაძვნარი ასფალტზე რო გირჩები ჩამოდის ტყიდან და ის წიწვოვანი ტყეები და ჰაერიც ძალიან ისეთი. და იქით გზის დაბლა კიდე ლიახვი მოდის. ლიახვის ხეობა ეგ და ულამაზესი. მამა მიშველი. და გვაცადე რა ცოტა ხანი ხო. ჯავა, ყვაისა იქ ადგილები იყო ძალიან ლამაზი. წიფელის ტყეები იყო. ბავშვობაში ველოსიპედებით მივდიოდი და წიფელას ვაგროვებდი. სამკუთხედი ისე მიჭკები რო, ხო იცი? ხო, როგორ? ხო, ესე როგორც წაბლი ეგრეთი ხორკლიანი მასში იზრდება და უნდა გახსნა და იკროლება უკვე თვითონ მოსული. გავასწორდით ხოლმე ველოსიპედზე ისინი რო ქონდა, ключების ბარდაჩოკები რაღაც. ჭამდით მე. და მე ვჭამდით. მოდიოდი თუკან ხოლმე წინო. სუკურო ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია ყველა მხარე. თუშეთი. იქით არავნა. მე ვანა. თუშეთი. მან ცოტა ის უნდა ორქიდიანი მანქანა. გრუნტიანი ადგილები რაღაცები. შეიძლება შენი მანქანი გაგიჭდეს. ხო, მაგითი მოედები და გაფრჩებული მონაკვეთები. კიპი უნდა დას. არა ყაზბეგისკენ გაიგზავს მოსვოდი. ვიცი? არა ხანამ ყოფდა. არა, მაგრამ ხო ვიცი, კარგი გზა არის. მოსვოდიანი გზა მის. ატენში ახლა გააკეთეს რა იყო ხო იცი არა? მერთო რა იყო ატენის გზა და ახლა მოკლედ ულამაზესი გზა გააკეთეს და ძალიან მოუხდა. აი ძალიან მოუხდა მაგმთებს რა გზა. საფარაში წმინდა რო წავიდეთ ერთად.
მათ მოინათლე ხო მიერ. საფარის მონასტერში. ლაშქრობაში ვიყავი და ეგრე მოვინათლე ლაშქრობის პერიოდში. და მაგარია. ეში მაღლა ადიხარ და მონასტერია და კლდის პირას არის ეს ეკლესია. შიგნით რო შედიხარ ეს ეკლესიას რომ მოუვლი მე გზა მიდის ბერების საცხოვრებლით და ეს აქეთ მხარეს უჩასავარდნია, ხევია რა. ძალიან ლამაზი ადგილია. ძალიან საინტერესოა შემოვიაროთ კი ამ მთელი საქართველო დავაყალიბოთ. კიდე ერთხელ უნდა წაგიყვანოს. მომწონს უკვე ადრე არ მომწონდა მაინც ესეთი გასვლები პატარა რო ვიყავი და ეხლა ძალიან მიყვარს და სიამონებს ძალიან რა და მამა მათ ეს არ მინდა ჟანა გაჩვენოთ ის ლაშქრობები რო დავდივართ. გასვლები. ადიგენის მხარე. არის ძალიან ლამაზი ტრიალას მთები. ზედა არის 3 თუ 4 ტბა იმ მთებზე. და პირველად რო ავედით ძალიან გაბრაზებულები ვიყავით, წვიმა დაიწყო. ხო. და ვილისი ტაქსები იდგა ახალციხეში რა და ვიტაკისა ვიქირავეთ. და აგვიყვანა ამ ტაქსმა. ამ ვიცი სავალ ნაწილზე რო წყალი მოდის წვიმისა რა, ესეთ მდგომარეობაში მივდივართ. თან კარვებითა ვართ, ძები, სასტუმროში კი არა დასავლეთ. ხო და ესე ყურებ ჩამოყრილები მივდივართ ახლა ამ სველ ადგილებში რა უნდა გავაკეთოთ და გადაიღო წვიმა რა პერიოდში და რო ავედით ამ აღმართზე და რო გასწორდა ეს მანქანა უკვე ველზე რო შევედით ესე იგი გააოცებას ვეღარ ვმალავდით ულამაზესი ტბა და ირგვლივ სულ ნაძვი არის და ეს ნაძვს რო ირეკლავს ირგვლივ სულ ეს ტბა სარკესავით და მისლიას დიოდა ამ ტბას ის წვიმის შემდეგ. აი მე ვიღას ახსოვდა აბსურდი ამინდი და რაღაც სასწაული იყო რა. არ ვიცი, ვეცდებით ყველანაირად რომ 64-ში გეგონებოდა თავი. რამდენიმე ადგილი მაინც დავათვალიეროთ და მოვინახულოთ რა. წელს. სანამ თბილა. თორე უცბატაცივდება ხოიც საფულში. ცივა მინდელზეც არის კაი ადგილი. ზაფხულში სხვა ისაა ახლა. ვარაქცია. არა, სიცივეში ცოტა რთულია ბავშვებთან ერთად გია. თბილად ჩაიჭირა რა პრობლემა. 20 თუ რაღაცა იქნება. დაგაგია. წავედი ახლა. წავედით. წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. ჩემო სიხარულებო. მიყვარხართ ძალიან და დროებით